მოგესალმებით, უსმენთ რადიო დარდიმანს. ტალღა, რა თქმა უნდა, უცვლელია 9:07 ეთერშია გადაცემა სიმღერის პრემიერა და დღეს ჩემი სტუმარი გახლავთ მომღერალი სოფო ერქომაიშვილი. მოგესალმები, სოფო. მოგესალმებით, დიდი სიყვარულით. ესე იგი ძალიან მომნატრები ხართ თურმე. კი ბატონო და მე მიყვარს შენი სტუმრობა, რა თქმა უნდა, და განსაკუთრებით მიყვარს გურულების სტუმრობა, რომელიც არ არის ხუმრობა. არა, ნამდვილად. მე მიყვარს განსაკუთრებულად გურულები, ხო იცი? ნამდვილად ისეთი პოზიტიური და დადებითი ან ყველა რა თქმა უნდა ყველა კუთხის წარმომადგენელი, მაგრამ ნუ გურულებს მაინც გამორჩეული ის ქიმია ერთმანეთში და ეს ნამდვილად მისაღებია თავისთავად. თუმცა ყველა კუთხის წარმომადგენელს მოვიკითხავთ დიდი სიყვარულით, ბევრი გვისმენს ალბათ ახლა ჩვენს ტალღაზე და ელოდება სოფოს შესრულებით სიმღერას, რომლის პრემიერაც უნდა შედგეს დღეს ჩვენს ეთერში. სოფო, გაქვს ძალიან ბევრი სიახლე, აქტიურად ხარ ჩართული მოკლედ ყველაფერში და ახლახანს დაბრუნდი იტალიიდან. როგორც ვიცი და შეხვდი ჩვენს ემიგრანტებს და მინდა რომ მათთან შეხვედრაზე მომიყვედა მათ გრძნობებზე, ემოციებზე, როგორ ენატრებათ ქართული სიმღერა და ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო იქნება. კი ბატონო, მოგიყვებით, ეს იყო ძალიან ემოციური. პირველ რიგში ვიტყვი იმას და ვახსენებ აუცილებლად ლანა ლონჯარიას, რომელიც იქ ცხოვრობს ძალიან დიდი ხანია და ლანას ქონდა ეს სურვილი, რომ მე იქ ჩავსულიყავ, იმიტომ რომ ისინი არ არიან ნამდვილად განებივრებულები აი ესე მომღერლის ჩასვლით და იქ ქართული მოლხენით, მოკლედ ასე რომ ვთქვათ და როგორც კი შემომთავაზა თეო, ერთი წუთითაც არ მიფიქრია. რომ მე იქ არ ჩავიდოდი პირიქით, ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ იქ ჩავსულიყავი და ის საღამო, რომელიც ჩვენ იქ ჩავატარეთ და იყო დაუვიწყარი მართლა მათთვის და იყო ბევრი ემოცია, ბევრი ცრემლი, აი ეს ყველაფერი რო ენატრებათ იმ ხალხს და აი მართლა ძალიან ემოციური იყო ეს ყველაფერი და მე დავპირდი მათ, რომ აუცილებლად ჩავალ კიდევ საფულში ვაპირებთ და არა მარტო იტალია, ვთქვათ, კი ბატონო. აუცილებლად სხვადასხვა ქვეყნებში ვაპირებ, კი და ეს იმხელა ბედნიერება ჩემთვის და იმხელა იმას ვიღებ, რა ქვია, სიყვარულს, რომ აი არ ვიცი, აი ამის მართლა არ მეგონა, ეს პირველი იყო გასვლა ჩემი ემიგრაციაში და აი გამაოგნებელი იყო მართლა გულწრფელად. იმხელა სიყვარული წამოვიღე იმ ხალხისგან, რომ ეს მეორეჯერ კი არა, სულ უნდა განვიცადო. ნამდვილად და გისურვებ, რომ ძალიან ხშირად განიცადო ეს სტუმრო არაერთ ქვეყანას, თითქმის ყველა ქვეყანაში ყავს ემიგრანტი და დიდი სიყვარულით მოვიკითხავთ ყველას, დიდი პატივისცემით და ძალიან ვაფასებთ ჩვენ მათ შრომას და თუ კი რამით გავანებივრებთ მათ და გავახარებთ, ამაზე დიდი ბედნიერება არ არის ნამდვილად არაფერი. სოფო, კიდევ მინდა სიახლეებზე მომიყვე, არაერთი სიმღერა ჩაწერე ბოლო დროს, ხარ აქტიურად ჩართული კონკურსებში, ლიდერ ქალთა საზოგადოების წევრი, ხარ აქტიური და სხვათა შორის ლიდერ ქალთა საზოგადოების წევრი ვარ და ჩვენ ძალიან კარგ საქმეს ვაკეთებთ. დიდი სიყვარულით მოვიკითხავ ნათია შათირიშვილს, იმიტომ რომ ეს ადამიანი მართლა ქველმოქმედია და ჩვენ ძალიან ხშირად დავდივართ თეო, აი ის რო არის, რა ქვია, კათარზისი ძალიან ხშირად და ეფერებით ამ ხალხს, ესე იგი, იქაც იმხელა ემოციები მომაქრო, აი არ ვიცი, ის ხალხი ისეთი საყვარლები არიან, ისეთი თბილები, აი არ ვიცი, თან დავდივართ კიდევ პეტინციურში შევდივართ, იქ უკეთებთ კონცერტებს, უამრავი ისინი გვაქვს კონცერტები, აქტივობა ძალიან, ანუ ისეთი მოკლედ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ერთი ის რომ მე სიმღერებს ვაკეთებ კიდე ხშირად არის რაღაცა ძიების პროცესი ამ ბოლო დროს რაღაცა ძიებაში ვარ და ვედები მოკლედ ხან იმას ვაკეთებ ხან ამას ვაკეთებ ვცდილობ ყველა ჟანრს მოვედო ხო და რაღაცა სადღაც ვფიქრობ რომ რაღაცა გამოვა საბოლოოდ აუცილებლად იმიტომ რომ აღსანიშნავია ნიჭი შენი სიმღერის ნამდვილად გამორჩეული და შენი ხმის ტემბრი და მოკლედ აუცებ ყველას შენი ცოცხალი შესრულებით და მოკლედ ამჯერად გვესტუმრა მეგრული სიმღერა. ხო, საინტერესოა და აღნიშნე რომ დედის მხარეო არისო სამეგრელო და კი და არა და ის პიანიცია რომ ნახე ვარ ხო კვარაცხელია ჯიში მაგ მოკლედ რომ ვთქვათ და სულ იყო ამაზე ლაპარაკი ჩემი სანათესაოს მხრიდან რომ მოდი რატომაც არა ერთხელ გვიმღერე მეგრული სიმღერა და სულ მქონდა რაღაცა ფიქში და ეს სიმღერა ძალიან ბევრი ასრულებს ამ სიმღერას და მეც ჩავთვალე რომ რაღაცა ჩემეული ვერსიით ჩამეწერა ეს სიმღერა
და ჩავწერეთ მოკლედ ეს სიმღერა. ესე იგი ეს არის სიმღერა ჩქიმ გურიში მაჭირხოლი. კი, ნამდვილად. ეს სიმღერა არის რაც სიყვარულზეა, როგორც მე ვიცი, ხა რო გითხრა რომ მეგრული მთელი ბავშვობა იქ გმაქვს გატარებული და არ მიწეს ჩემი მეგრელებით რაღაც ვერ ვისწავლე. კარგად ეს მეგრულია. რატომ დამემართა ეს ამბავი არ არის. არა უშავს გამოასწორებ არ არის გვიან. ხო, ეს სიმღერა მოკლედ ლუდიკო ძანძავას ეკუთვნის. უნიჭიერეს ადამიანს, ესეთი კარგი სიმღერა რო გვაჩუქა და დაგვიწერა. ხო და მეც შევასრულე ეს სიმღერა. კიდე ვეფერები ჩემს სამეგრელოს, ჩემს მეგრელებს, მე ვიცი რომ შეიყვარებენ ამ სიმღერას, მიიღებენ ისე როგორც მე ჩავწერე და გულით და სულით მოკლედ და რა ვიცი, უსურვოთ წარმატებები. კი ბატონო, აუცილებლად უსურვოთ წარმატება. ძალიან მალე მოისმენს ჩვენი რადიო მსმენელი სიმღერას, რომელსაც ჩქიმ გურიში მაჭირხოლი ქვია და იცი რა, სამოვლო გეგმებზე ასე თუ ისე ვისაუბრეთ, რომ რაღაცნაირად გაქვს დაგეგმილი რომ არაერთ ქვეყანას ესტუმრო, მოეფერო ჩვენს ქართველ ემიგრანტებს და კიდევ რა არის თქვენი სამომავლო გეგმის ნაწილი? სიმღერაზე მუშაობთ თუ არა და კონცერტის გამართვას ჩვენთან საქართველოში ხომ? კი, აუცილებლად მაქვს მაგაზე დიდი ხანია ვფიქრობ, რომ ჩემს ქვეყანაშიც მინდა სხვადასხვა კუთხეები მოვიარო, ჩემი პირველ რიგში მინდა გურია, აუცილებლად იყოს სხვათა შორის ამ ბოლო დროს შემოთავაზება და რაღაცნაირად ვერ მოხერხდა, მაგრამ მე აუცილებლად იმეც ვიტოვებ, რომ ეგეც გამოვა და პირველი იქნება გურია, გურიიდან დავიწყებ და აუცილებლად სამეგრელოში გადაინაცვლებ, მე იმერეთი და მოკლედ ასე მოვივიდეთ ჩვენს ქვეყანას. ხო, რაც შეეხება სიმღერაზე, ამ წუთასაც ვმუშაობ ახალ სიმღერაზე და ძალიან ბევრი სიმღერები მაქვს გეგმაში რომ გავაკეთო და მოკლედ არ ვჩერდები. ძალიან კარგი, მე გისურვებ რომ არ გაჩერდე. ძალიან ბევრი სიმღერა აჩუქო შენ ზერდგულ მსმენელს, რომელიც საკმაოდ ბევრი ყავს სოციალურ ქსელშიც, ძალიან ბევრი ესეთი აქტიური გამომწერი ყავს და მიმდევრები, რომლებიც მოყვებიან, სიამოვნებით ისმენენ თქვენ შესრულებას, განსაკუთრებით ლაივ ნამღერს რომ გვიზიარებ ცოცხალი შესრულებით, ძალიან სასიამოვნოდ მოსასმენია და მოკლედ სოფო ერქომაიშვილი გახდათ ჩვენი სტუმარი, არაჩვეულებრივი გოგონა, რომელიც გუშინ იყო იუბილარი, უნდა აღნიშნო აუცილებლად და გილოცავ დაბადების დღეს. დაგვიანებით. ერთი დღის დაგვიანებით. ისურვებ ძალიან დიდ წარმატებას და შენი ჩანაფიქრების ასრულებას. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. დიდი მადლობა სტუმრობისთვის სოფო და მოკლედ სიმღერას გიტოვებთ ჩვენს ტალღაზე 9:7 და ასევე ჩვენს Facebook Live-ში, რომელსაც თქვენ ამ წუთებში ადევნებთ თვალს და დროებით გემშვიდობებით. ეთერშია გადაცემა სიმღერის პრემიერა. რადიო დარდიმანდის ექსკლუზივი. რადიო დარდიმანდის ექსკლუზივი.
შაშქიანა შაფურია ჩიღამური თებშაგური ვამომწამალუარია ვამომწამალუარია